267 კანდიდატიდან 93 აბიტურიენტი ჩაირიცხა რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში კვოტებით, რომელსაც აფხაზ ახალგაზრდებს რუსეთის ფედერაცია სთავაზობს. აღნიშნული ინფორმაცია გააჟღერა როსსოტრუდნიჩესტვოს წარმომადგენელმა ოკუპირებულ აფხაზეთში ეკატერინა ვლასოვამ. De facto აფხაზეთში განათლების სისტემის რეფორმას წლებია რუსეთი აქტიურად ახორციელებს. ექსპერტ-ანალიტიკოსი გოჩა გვარამია ამ ფაქტის შესახებ რამდენიმე საყურადღებო ვერსიას გვიზიარებს. პროექტები, რომელსაც რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ახორციელებს, ესეც ახალი რამე სიახლე აქ არ არის, ეს წლებია უკვე მიმდინარეობს. ამან საკმაო გააქტიურება გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ინალარძიმბა დაინიშნა საგარეო საქმეებრივ წოდებულ საგარეო საქმეთა მინისტრად. რუსეთი პრაქტიკულად ამითი საკუთარ კადრებს ზრდის სამომავლოდ, რომელიც მომავალში თუ ისინი აფხაზეთში ცხოვრობენ, შემდეგ დაუბრუნდებიან აფხაზეთს და იქ ცხოვრობენ და იქ განაგრძობენ თავიანთ საქმიანობას. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგაც კი ესენი საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენენ იქნება ერთიანი საქართველოსთვის, ვინაიდან შემდგომ უკვე აწლეულობის შემდგომ ეს ახალგაზრდები იქნებიან უკვე დასრული პიროვნებები საკმაოდ ისეთ ასაკში, რომლებიც მოვლენ სახელმწიფო სტრუქტურებში და უკვე ისინი იმ გამოზრდილი პოლიტიკით ისარგებლებენ თავიანთ საქმიანობაში, რომელსაც რუსეთი ჩაუდებს. აქ კიდევ ხაზგასასმელია ის ფაქტორი, რომ ეს პროექტები ძირითადად რუსეთის სპეცსამსახურების მიერ კონტროლირდება.